სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ბოლოცვას და კურთხევას. დღეს ჩვენ ფიქრობთ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლზე და იმაზე თუ რა გვიანდერძა მან ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. მისი ცხოვრებიდან, მისდამი დაწერილი ლოცვებიდან, დაუჯდომლიდან ჩვენ ვიგებთ და ვხედავთ, რომ იგი ქადაგებდა სიმდაბლეს და თვითონაც უაღრესად მდაბალი ადამიანი იყო. აი მის ტროპარში ასეთი სიტყვები: ამისთვისა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე. და წმინდა ნიკოლოზი ჩვენს მოგვიწოდებს სიმდაბლისკენ. რადგან წმინდა წერილი ასე მოძღვრავს ჩვენ, რომ ღმერთი ამ პარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. აი ამ მადლში იგულისხმება სულიწმინდის ძალა და მადლი, საღვთო ენერგია, რომლის მოხვეჭაც არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი. ამიტომ ჩვენ სიმდაბლის მცნებას უნდა ვასრულებდეთ ღვთისთვის, იმისთვის რომ შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი ამოცანა. მაგრამ არ გვეგონოს, რომ თავისთავად სიმდაბლე არის მაცხოვნებელი. ეს საშუალებაა სულის ცხონებისთვის. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად იყოს თავმდაბალი, ან იმდაბლებდეს თავს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ასეთ სიმდაბლეს არ ითხოვს ჩვენგან ღმერთი. არამედ ვინც თავს იმდაბლებს მართებულად, გონივრულად, ის ებრძვის თავის თავში ეგოიზმს, თავის მოყვარებას, პატივმოყვარებას, იმისთვის რომ მოიპოვოს მადლი, რომელზეც იყო საუბარი, და ამითი გახსნას თავის თავში საუკეთესო, რაც კი მოცემული აქვს ადამიანს და ყველაზე ძვირფასი, ეს არის სიყვარული. იმიტომ რომ სიყვარული ეს არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. და ზოგიერთი წმინდა მამა მას უწოდებს ასევე ღმერთის ანაბეჭდს ადამიანში. და აი ჩვენ სამწუხაროდ აი ამ სიყვარულის ნიჭს ვამახინჯებთ. როდესაც მას მივმართავთ ჩვენს თავზე, როდესაც ვავლენთ ეგოიზმს, თავის მოყვარებას. და აი ამ თავის მოყვარებაში მე ვგულისხმობ არა თავმოყვარებას ამ სიტყვის კარგი გაგებით, არამედ საკუთარი თავის მაამებლობას, რაც არის საშინელი ცოდვა, რომელიც ღმერთს გვაშორებს ჩვენ და რომელმაც ღმერთს დააშორა პირველი ადამიანი. ადამში გამოვლინდა ეს თავის მოყვარება, ეგოიზმი და მას შემდეგ ამასთან დაკავშირებულია ის მოვლენები, რომლებიც აღწერილია წმინდა წერილში, ბიბლიაში. და იმისთვის, რომ ჩვენს თავში აღვადგინოს ეს დიდი სიწმინდე, ეს ღვთის ანაბეჭდი, აუცილებლად საჭირო არის სიმდაბლე. რადგან ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმინდის მადლი, რომელიც ხსნის ჩვენში აი ამ დიდ სიწმინდეს, სიყვარულს და გვაერთებს ღმერთთან. და რა თქმა უნდა, სიყვარული არ არსებობს ერთგვაროვანი და ერთნაირი. ყველას ჩვენ სხვადასხვა გვარად გვიყვარს. მაგრამ თავარი ის არის, რომ ყველა ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს, სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს და ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ საზოგადოებრივსაც. რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც თავარი არის სიყვარული როგორც საფუძველი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნიკოლოზობის დღესასწაულს ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო და წმინდა ნიკოლოზის შემწეობით სრულად გახსნილ იყოს ჩვენში სიყვარულის ნიჭი ღვთის სადიდებლად და ჩვენი სულების საცხონებლად. ამინ.